ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. მკვლელობა აგარაკზე. ჯერ მაია ლობჟანიძე გაქრა, ეხლა მის მიტოვებულ მანქანას პოულობთ აქ. თანაც ასეთ უცნაურ ვითარებაში. ეს რას შეიძლება ნიშნავს? იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი უკვალოდ გაქრა. მინიმალად თუ რამე სხვა შეემთხვა, ჯერჯერობით ამის შეუძლებელია. საინტერესოა მანქანაში რა დაგხვდება. მაია ლობჟანიძეზე ძებნა გამოსაცხადებელი. სხვა გზა არ გვაქვს. სიკვდილი კისრის ფუძის მოტეხილობამ გამოიწვია. გარდახელისი არის სასხეულზე ძალადობის სხვა ნიშნებიც აქვს. შედარებით უფრო მსუბუქი. ალკოჰოლი და ბარბიტურატი? არა, ორგანიზმში არც ალკოჰოლის და არც დასაძინებელი საშუალების კვალი აღმოჩენილი არ არის. ასე გებია. სხვა არაფერი? მეტი არაფერი. კარგი. აკაკი ხომ კარგად არის? რა დამეკითხები? არა, უბრალოდ მეგონა ის მოვიდა და გუშინ ესე თქვა. აკაკი ტალინში რაღაც სასტრაფო საქმე გამოუჩნდა და გამთენიისას გაფრინდა. გასაგებია. ეს მაინც გადავსემ რომ მოიკითხე. არა, არ არის საჭირო. კარგი, მომავალ გვამამდე. უпроსტად მომავალ შეხვედრამდე. მეორე ვარიანტი ნამდვილად ჯობია. რა არის? თმის ღერი.
დავამთავრე. არის რამე? მანქანის ყველა სათავსო და მათ შორის საბრგულის ცარიელია. და ანაბეჭდები? არის, მაგრამ ბევრი არა. ანაბეჭდების გარდა საჭის კორპუსში ბიოლოგიური მიკრონაწილაკი აღმოვაჩინა. რა ნაწილაკი? ერთი შეხედვით ადამიანის კბილის ნატეხს წააგავს. როგორ შეიძლება ადამიანის კბილის ნატეხი საჭის კორპუსში მომხდარიყო? მოულოდნელი და ძლიერი დარტყმის შედეგად. რაც შესაძლოა ავტოავარიას გამოეწვია. ხოს მეც ვფიქრე, მაგრამ ავარიის არანაირი კვალი არ აქვს მანქანას. საჩქარაა. სისხლის კვალი? მანქანის სალონში ვერც სისხლის და ვერც სხვა რაიმე ძალადობის კვალი ვერ აღმოვაჩინა. თუ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანს კბილი მოტყდა, სისხლი უნდა იყოს საჭაზე მაინც. შეიძლება ეს ძალადობა იყო და არა ავტოავარია. ამ შემთხვევაში მოძალადე მანქანის სალონს დაასოფთავებდა და არანაირი კვალი არ დარჩებოდა. შეიძლება ასე იყოს. ანაბეჭდების სიმცირე თვალში ცეცემია. ყველა შემთხვევაში ეს მხოლოდ ვარაუდია. ახლა საჭიროა მოკვლეული მასალის ლაბორატორიული შესწავლა. იმედია ლობჟანიძის ბინის ჩხრეკა რამეს მოგწევს. გუშინ ნიკა ქორიძის და დილარა მამედლის მკვლელობის დროს სად იყავით? სახლში. ამას ვინმე დაადასტურებს? მარტო ვცხოვრობ, აბა, ვინ უნდა დაადასტუროს? ბოლოს ოდის ნახეთ? ვინ? ქორიძე და მამედლი. დილარა გუშინ წინ ვნახე. ოფისში იყო მოსული. ნიკა გუშინ საღამოს. სად? აგარაკზე. რა დროს დაშორდით? მე ადრე გამონთავისუფლა. ეგრე 7 საათი იქნებოდა. საწოხოდით? პირდაპირ სახლში. ვერ ვიყავი კარგად, ეგრევე დავიძინე. რა ტრანსპორტით მოძრაობთ? მოტოციკლით. მოტოციკლეთის დათვალიერება დაგჭირდება. ეზოში აყენია. მაია ლობჟანიძის შესახებ რა იცით? თქვენ კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ბოლოს ოდის ნახეთ? გუშინ ოფისში შემხვდა. იმის მერე აღარ მინახავს. არც გილაპარაკიათ? არა. ვარგი. თქვენი თითის ანაბეჭდები უნდა ავიღოთ. რომელიმე კონკრეტული თითი გაინტერესებთ. მეგონი სახუმარო და არ უნდა გქონდეთ საქმე. არ ვიცი, ყველგან ვეძებე. სახლშიც, აგარაკზეც. ვერსად ვერ ვნახე მე ეს ახალი ანდერძი. სადღაც უნდა იყოს. მაგ ანდერძში წერია, რომ ნიკას მთელი ქონება მიტაზე და მაიაზე გადადის. ნაცირალა ეგ. მეც ვეძებე. მე მეგონა სეიფში ქონდა ჩაკეტილი. დღეს დილით გავხსენი და ცარიელი დამხვდა. ის წაიღებდა. ხომ იცი ვინც? გასაღები მარტო მე და ნიკას ქონდა. რეზო. მე შენს მეტი აღარავინ აღარ დამრჩა. მოკლედ სანამ ახალ ანდერძს ნახავთ. ნიკას ძველი ანდერძის თანახმად მთელი მისი ქონება ჩემზე უნდა გადმოაფორმოთ. ხომ იცი მე აბსოლუტურად უპატრონოდ ვრჩები. და უკაპიკოდ. ნუ დარდობ. იცი მაია გაქრა. როგორ გაქრა? ასე გაქრა? ხო? პოლიციიდან დარეკეს, თქვეს რომ
მესხეთის ტრასაზე იპოვნეს მაგის მანქანა, თვითონ არ ჩანს. თქო რაღაც ახალი ხრიკი მოიგონა. მეუბნებოდი ამ ნიკას დაანებე ამ საყვარლობანას თამაშ თავი. არ მიჯერებდა. გამიჯერა ეს საგარაკი იგი და მე ვიფიქრე ოჯახს მიხედავს მეთქი, მაგრამ საქმეში ხარ. იცი რა ძნელია მთელი ცხოვრება ბედნიერი ცოლის როლის თამაში? მესმის შენ. სამაგიეროდ ახლა ვარ მშვიდად. ქვრივმა ყოველთვის იცის, სად იმყოფება მისი ქმარი. ანა. რაც არ უნდა მოხდეს. იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ. ლობჟანიძის ბინის შრეკამ შედეგი არ გამოიღო. ყველანი უცი ადგილზეა. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გამგზავრებას აპირებდა. საეჭვოს ვერაფერი ვიპოვეთ. ზურა იქნებ შევცდით. თიმეც მაგას ვფიქრობ. როგორც ჩანს, მაია ლობჟანიძეს მიმალვა აზრადაც არ მოსვლია. ნახევარი საათის წინ სოფლის გამგებელმა ივერი მამასახლისმა გვამები ამოიცნო. სამივე გარდაცვლილი ტყეშელაშვილები არიან. ეს მასაუბრელიც იყო. თუმცა ეს არ იყო მასაუბრელი. გვამებს შორის არ აღმოჩნდა მათი ოჯახის მეოთხე წევრი, ერთ-ერთი ტყუპისცალი. ორი შვილი ყავდათ? კი, თანას ტყუპები. ივერის გაუჭირდა იმის თქმა გვამი კონკრეტულად რომელდას ეკუთვნოდა, ელიკოს თუ მარიამს. მათი გარჩევა ხშირად თურმე მშობლებსაც უჭირდათ. ერთადერთი მით განასხვავებდნენ, რომ ელიკო დაბადებიდან ყრომონჯი იყო. კარგი იქნებოდა მეორედის არსებობის შესახებ გვიში რო გწოდნოდა. კი. ხელმეორე დათვალიერების შედეგად არანაირი ანატომიური დეფექტი არ აღმოაჩნდა. ტყუპებიდან რომელია ამის თქმა შეგვიძლია? არა, ამ ეტაპზე არა, ამის დადგენას ხელმეორედ გაკვეთა და სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება. ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არის. ისედაც ბევრი იწვალა საწყალმა. მართალია. იცი რა მაინტერესებს? შეიძლება ტყუპებიდან ერთ-ერთი ყრომუნჯი იყოს, მეორე ჯანმრთელი. კი, რა თქმა უნდა, ყველანაირი პათოლოგია არსებობს. და შეიძლება მშობიარობის დროს მიიღო რაიმე ტრავმა. გასაგებია. გამარჯობა. გამარჯობა. ბრძანდებოდეთ. ива კრაჩევსკი. აგაგი ჯანელიძე. სასიამოვნო, რას მიირთმევთ? მადლობთ არაფერს, და შეწუხდებით. კი ბატონო, როგორც გენებთ. იცით, 1 საათის წინ გელოდით. მე მეგონა რომ უკვე აღარ მოხვიდოდით. რატომ ხომ 12-ის თუ შევთანხმდით? მერე? პირველია უკვე. პირველი.
ალბათ ეთყობა ისე თბილისის დროზე მაქვს, ასე რომ უკაცრავად. ხდება ხოლმე. მე თუ დროს ხომ არ მოვედი. როგორ გეკადრებათ? ვერიქით. აბა გისმენთ? რა გაინტერესებთ? დიდი ხანია რაც აქ ხართ. დიახ. უკვე მესამე თვე იქნება. დილარა მამენდლის რაც შემთხვევა ალბათ უკვე იცით. რა თქმა უნდა. ვიცი. ალბათ ისიც გაიგეთ, რა ვითარებაში აღმოაჩინეს ნიკა ქორიძის და დილარა მამენდლის გვამები. ყველაფერი ვიცი. ისე სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. არ გაკვირვებიათ ის რომ მოკლეს თუ ის რომ ასეთ ვითარებაში. არც ერთი და არც მეორე. იცით, დილარა ერთი თავქარიანი გოგო იყო. მამის დაღუპვის შემდეგ მთელი ქონება მის ხელში გადავიდა, ასე რომ ანიავებდა მამის ფულებს, როგორც შეეძლო. ცოტაც კიდევ რომ ეცოცხლა, ალბათ კომპანიას საბოლოოდ გააკოტრებდა. გამოდის რომ მისი სიკვდილი აწყობდა კომპანიას. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. სისულელეს ვამბობ. სისულელეს. არა, უბრალოდ მე იმას გულისხმობდი, რომ ცუდი მართველი გამოდგა და ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვალი დაიდო, მეტი არაფერი. ასე გიგე. მისი პირადი ცხოვრების შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? რა უნდა გითხრათ? იცით, ბევრი საყვარელი ყავდა. ძალიან ბევრი. ყოველ დღე ხან ერთს ხვდებოდა, ხან მეორეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა ქორიძესთანაც ქონოდა რამე ურთიერთობა, რამე ისეთი, ხომ გესმით? მერწმუნეთ, ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობდა. მამის მეგობრის შეცდენაც კი შეეძლო. ბუნებით ძალიან გარყვნილი ადამიანი იყო. ძალიან. გუშინ წინ დამირეკა. ასე მითხრათ, თემოსთან ერთად მივდივარო ცხეთაშიო, ბაიკებით, მოტოციკლეტებით. ასე გიგე. ნიკა უნდა ენახა, რაღაც დოკუმენტებზე ხელი მოეწერა და დღეს დილით გადმოფრენილიყო ტალინში. სხვა არაფერი თქვენს? სხვა? არა. სხვა არაფერი. დღეს დილით ველოდი. მაგრამ სამწუხაროდ რაც მოხდა, თქვენ უკვე იცით. ხელს აღარ შეგეშლით? დიდი მადლობა. შემაწუხეთ, როცა საჭიროდ ჩათვლით. ოღონდ ძალიან გთხოვთ. საათი. საათი. გასწორეთ. კარგით? გავითვალისწინოთ. კარგი. საფალე. სათვალე? ჩემია. უკაცრავად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კარგად წამდებოდეთ.
წარმოდგენა არ მქონდა სარდაფში თუ რამე ოთახი იქნებოდა თანაც საიდუმლო. ამ ოთახში სათვალთვალო პუნქტი. მისი მეშვეობით მამაშენს მთელი აგარაკი ვიდეო კონტროლზე ყავდა აყვანილი. როგორ? დისტანციური მართვის პროგრამით. მთელი ინფორმაცია ამ ოთახში განთავსებულ სერვერში ეყრიდა თავს. მაშინაც კი როცა უცხოეთში იყო, შეეძლო სისტემაში შესულიყო და აგარაკი თავის თვალით ენახა. და რაში დაჭერდა? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ისე არასოდეს არაფერი უთქვას ამ ოთახის შესახებ. სისტემაში შესვლა მეც შევძელი, თუმცა დროებით. რამოდენიმე წუთში კავშირი გაწყდა. რატო? ვიღაცამ შეგნებულად გათიშა. ვის უნდა გაეთიშა? იმას, ვისაც არ უნდა რომ გავიგო რა მოხდა აქ 2 დღის. ესე იგი ამ ოთახის შესახებ მამას გარდა კიდევ ვიღაცა მიცოდა. მამას ძალიან უყვართ. ეგ რა შუაშია ახლა? ჩემი სახელი და დაბადების თარიღი. ახალი გარემოებები გამოიბეთა. ისმენეს სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს ქორიძის პირადი მცველი თემო. გრაჩევსკი ამბობს, რომ უკანასკნელად მამედლი გუშინწინ საღამოს ნახა. რომელმაც უთხრა, რომ თემო არაბულთან ერთად ცხეთაში აპირებდა წასვლას მოტოციკლებით. რას ლაპარაკო? კიდევ რა თქვა? კიდევ ადასტურებს, რომ მამედლის ქორიძის ხელმოწერილი დოკუმენტაცია უნდა ჩამოიტანა ტალინში. საერთოდ ამ დილარა მამედლის ახასიათებს როგორც ერთ თავქარიან და აღურასწორებელს. თვითონ გრაჩევსკი რა ტიპია? გრაჩევსკიზე თორსა ჩამოვალ მე ცალკე დაგელამარაგებ. არა მე ეჭვება რომ დანაშაულში გარეული იყოს. აი ეს უღეს არის ისე თქვა წმინდოდა. მოკლედ თუ გაარგო კიდე რამეს დარეგა. კარგი, კარგად. დანაზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ქორიძის და მამედლის სისხლის ნიმუშებს დაემთხვა. და დანის ტარზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები თემო არაბულისაა. გასაგებია. ბალისტიკური ანალიზის პასუხები მოვიდა? კი. მორიდან ამოღებული ტყვის ნიმუში ტყეშელაშვილების ორგანიზმიდან ამოღებული ტყვის ნიმუშებს ემთხვევა. ასე კი ორივე შემთხვევაში ერთი არაღია გამოყენებული. ასეა. რადგან ორივე შემთხვევაში ლუგერის ტყვიებია ნაპოვნი, არ არის გამორიცხული ეს იარაღი ჩესკას ბროევკას ტიპის პისტოლეტი იყოს. აკაკისგან არაფერია ახალი. კი, წაღა მელაპარაკე. სხვათა შორის საინტერესო დეტალი გაირკვა. რა დეტალი? გუშინ საღამოს დილარა და თემო ერთად უნდა წასულიყვნენ მცხეთაში მოტოციკლებით. თუმცა არაბულს საკითხოზე ამის შესახებ არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს არაბულს კიდევ ბევრი რამე არ უთქვამს. ზურა ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. ერთადერთი ნაპოვნი თმის ღერის საკითხი რჩება ღიად. მე ვფიქრობ ღიად არ რჩება თუ ეჭვმიტანილის სტატუსით არ დავაკავებთ. ამისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს. დაგვაგვიანდა. მთელი ოთახი დამწვარია. ცეცხლმა ყველანი მტკიცება გაანადგურა. როგორც ჩანს, ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს. გუშინ ღამით. მიწის ქვეშეჭა აღმოაჩინეთ, რომელიც ოთახამდე მოდის. ალბათ ოთახში შემოსვლა ამ ჭის დახმარებით შეძლეს.
ფაქტები სავარაუდოდ 25-30 წლის ქალს ეკუთვნის. დამწრობის მიხედვით თუ იმშელებ, დიდი ხნის გარდაცვლილი არ უნდა იყოს. მაინც რამდენი ხნის? მაქსიმუმ 24 საათის. აღენიშნება თავის ქალის ტრავმაც. რა სახის ტრავმაა? ორ ადგილას თხემის მიდამოში პლაგოს საგანი აქვს ჩარტყმული. ეს ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. ძნელი სათქმელია, ესეთი დარტყმით ადამიანი შეიძლება გათიშო. სიკვდილი ძნელად სავარაუდოა. თუმცა გამორიცხული არაფერია. კანის ქსოვილი მთლიანად განადგურებულია. ესე იგი დიდხანს იწოდა. წინაკვილი მომტრეული აქვს. რა ხდება? თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ნიკოლოზ კორიძის და დილარა მამედლის განზრახველობაში. რაც ვერ ხარ ხასიათზე. იმდენი ვიწვალი იმ კარის გახსნაზე და სულ ტყუილად. ყველა სამხელი განადგურებულია. შენ არაფერ შუაში ხარ. ჩვენ როგორ პოვა თავის დროზე ყველაფერი არ მოხდებოდა. როგორც ჩანს დავნაშავემ აგარაკი 5 თითივით იცოდა. ოთახზეც ჰქონდა ინფორმაცია და საიდუმლო გასასვლელზეც. ო, ფაქტია, შინაურის ხელეურევია. თუმცა საინტერესო ამბებიც მაქვს. რა ამბები? არქივში ნიკა ქორიძეზე, რეზო ბაზაძეზე და აზიზ მამედლიზე საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე. მაგიტომ გთხოვე მოსული. ისმენობა. როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირის დროს სამივე სუქში მსახურობდა. რა თანამდებობებს? სპეცდანიშნულების რაზმის ალფას ოფიცრები იყვნენ. ავღანეთში და სხვა ხელწერტილებში არაერთ წარმატებულ ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. მათი მეგობრობაც იქ დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაზაძე და ქორიძე საქართველოს სუკის მაღალჩინოსნები გახდნენ. პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ სუკის რიგები დატოვეს და რუსეთში გაემგზავრნენ. გამოგვერდებოდა სხვა ქვეყანაში წასულიყვნენ. რუსეთში აზიზ მამედლისთან ერთად ბიზნესში ჩაებდნენ და ერთობლივი კომპანია ჩამოაყალიბეს. 2003 წელს ქორიძე საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობა აქ გააგრძელა. მამედლი ესტონეთში დამკვიდრდა, ხოლო ბაზაძემ ქორიძის კომპანიის იურისტის და პირადი ადვოკატის სტატუსით განაგრძო მოღვაწეობა. ფუნქციები კარგად გადაუნაწილებიათ. ქორიძის და მამედლის ერთობლივ კომპანიას დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ ამაჩერ მამედლის სიკვდილმა შეუშალა ხელი, ხოლო შემდეგ ნიკას და დილარას მკვლელობა. მათი სიკვდილის მერე კომპანიის მეპატრონო ვინ არის? ამ მომენტისთვის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი რეზო ბაზაძეა. თუ ქორიძის ოჯახზე მის გავლენასაც გავითვალისწინებთ, ის კომპანიის ერთპიროვნული და იურე მმართველი გახდება. და კიდევ ბაზაძის და ქორიძის სახელს უკავშირდება საქართველოს უშიშროების კაპიტნის ელდარ ხარშილაძის მკვლელობის საქმეც. მკვლელობის? ამ მიმართულებით ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელი. როგორც ჩანს, თავის დროზე მაქსიმალურად ეცადნენ ინფორმაცია არ გახმაურებულიყო. ვიცი, გაუხმაურებელი ინფორმაციის დეტალები ვისგანაც უნდა შევიტყო. ეს დანაგესნობათ? კი. საიდან? ჩემი დანა. ნიკა მაჩუკა. თქვენთან საიდან მოხდა? ჩვენს უფრო გვაინტერესებს დანაშაულის ადგილზე როგორ მოხდა. სად? ეს დანა მკვლელობის იარაღია და მასზე თქვენი თითის ანაბეჭდებია აღმოჩენილი. ეშელაშვილების მკვლელობის ადგილზე კი თქვენი მოტოციკლეთის საგურავების კვალია ნაპოვნი. ეს შეუძლებელია. ამას ფაქტები ადასტურებს. მე მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ან რატო უნდა მომეკლა რომელიმე მათგანი? დამშვიდეთ. ეცადეთ დეტალურად გაიხსენოთ გასული დღის მოვლენები.
4 საათი იქნებოდა. მე და ნიკა აგარაგზე ავედით. ერთად ვისადგილეთ. მარტო იყავით? ჩვენ და დალი, მოსამსახურე. სუფრა იმან გაგვიწყო. დალიათ რამე? ნიკა საყვარელ ღვინოს ვსვავდით. რამდენი ჭიქა დალიათ? მე ერთი ჭიქა დავლიე. ისიც ნიკას თხოვნით. საღამოს დასასვლელი ვიყავი. შემდეგ? საღამოს დილარა უნდა ამომეყვანა აგარაგზე. მაგრამ მოულოდნელად ცუდად გავხდი. ეს რაში გამოიხატა? თაბრუმი ხოვდა. ძილი მომერია. ნიკამ თხოვა დარჩიო, მაგრამ მე უარი უთხარი და სახში წავივედი. და რა ღვინოს ვსვამდით? იტალიური ღვინოა. ნიკას ძალიან უყვარდა. რეზომ ჩამოუტანა ტოსკანადან. და აგარაკიდან რით წამოხვედით? მოტოციკლით. სახლამდე წლის მივაღწიე. რამდენი საათი გეძინათ? დილამდე. შემდეგ რეზო ზარმა გამოღვიძა და მითხრა, რომ ნიკა აღარ არის. რა იარაღს ატარებთ? ჩემზე კარგად იცით. ის უკვე თქვენთანაა. ქორიძის აგარაკიდან და ტყეშელაშვილების სხეულებიდან ლუგერის ტიპის ტყვიები ამოღებული. მერე ის, რომ ასეთი ტიპის ტყვიები ჩესკას ბრუევკას ტიპის პისტოლეტიდან შეიძლება იყოს ნასრული. მე ერთადერთი არა ვარ, ვინც ჩესზეს ატარებს. სამაგერო თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და თან ჩესკას ბრუევკას ატარებს. იცით რა? ჩემი იარაღი თქვენთან არის. შეგიძლიათ დაადგინოთ არის თუ არა ნასროლი ამ იარაღიდან. ამაზე უკვე მუშაობთ. მაიელობჟანიძე ბოლოს ოდის ნახეთ. გუშინ. რა ვითარებაში? დამირეკა და მთხოვა შეხვდეთ. შეხვედრა რა მიზეზით გთხოვათ? ნიკას ანდერძი გადმომცა შესანახად. თქვენ რატო გადმოგცეთ? რაღაც საფრთხეზე ლაპარაკობდა. შეშინებული იყო. რა საფრთხეზე? ეს უკვე აღარ დაუკონკრეტებია. კარგი, კიდევ რა გითხრათ? ნიკას მკვლელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი გავიგეო. რეზოს უნდა შეხვედროდა ცხეთაში რესტორანში. რადგან ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადმოგცათ, ესე იგი გინდობოდათ. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით. შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ჩვეულებრივად. საბუთები გამოვართვი და წამოვედი. მაია საკუთარ მანქანაში დავტოვე ცოცხალი და ჯანმრთელი. და წინა გასაუბრებაზე რატომ არაფერი გითხარით ამ შეხვედრის შესახებ? მაიამ თხოვა. არავისთვის მეთქვა. მე აღარ გიცდიათ მასთან დაკავშირება. ვცდილობდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შენ ელიკო ქვია, ხო მართალი ვარ? ელიკო, გუშინ აგარაკზე რა მოხდა, იცი? მოვიყვები? თქვენთან რაღაც საქმის გამო მოვედი. ხაბა ისე არ გახსოვარდა. კი, მაგრამ ბილიარდის თამაში მაინც არ გინდება ხოლმე? არ მაქვს დრო, თორე ჩვენ იცი რას გეტყვი. აქ ისეთი გოგოები დადიან ხოლმე საღამოობით. კარგით, ამ დღეებში გესტუმრებით აუცილებლად. ესე მაგის იქ ცალია, ხო? შეეშვა.
არა, მართლა არ მაქვს რო თორე დიდი სიამოვნებით. კარგი, რა გაინტერესებს მითხარი? ნიკა ქორიძეზე და რეზო ბაზაძეზე მინდა კითხოთ. თქვენ დროს მუშაობდნენ უშიშროებაში. ხო, მახსოვს. კაი თანამშრომლები იყვნენ. მაგრამ მე რაღაც იაღლიში მოვუვიდოთ. უშიშროების კაპიტნის ელდარ ხარშილაძის კოლობას გულისხმობთ? სწორედ. რა მოხდა? რა მოხდა და ქორიძე თავის მეგობრებთან ერთად კეიფობდა რესტორანში. მოგვიანებით ბაზაძე შემოვიდა და მოულოდნელად ქორიძის მიმართ ცეცხლი გახსნა. იმანაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ამ სროლაში, როგორც ვიცი, იმტანი დაიჭრა, მაგიდაზე მჯდომი ხარშილაძე გარდაიცვალა. ვის მატყვია მიმსხვერპლა, ხომ არ გახსოვთ? ქორიძის. და ბაზაძის შევარდნის მიზეზი რა იყო? რა კი არა, ვინ? ბაზაზის ას გარდაცვლილი ცოლი ქორიძის საყვარელი იყო. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ რა მოხდა და ეს მკვლელობა უშიშროების ახალგაზრდა ოფიცერმა თემურ არაბულმა აიღო თავის თავზე. არაბულმა? ხო, არაბულმა. და საქმეც ჩაიფარცხა. ასაგებია. ეჭვმიტანილი ხართ ნიკოლოზ ქორიძის და დილარა მამედლის განზრახ-მკვლელობაში. არ გაინძრეთ, თორემ გესწრული. ნელი მოძრაობით იარაღი დადე მიწაზე. ნელა. უკან დაიხიე. ხელი. თქვენ გაგდუმილის უფლება. ყველაფერი, რასაც სიტყვით შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. თქვენ გაქვთ ადვოკატის აყვანის უფლება. მე თვითონ ვარ ადვოკატი. მაშინ აღარ გავაგრძელებ. მონეს უდროს მოვედით. ხელი ხომ არ შეგიშალეთ. უბრალოდ ცეცხლში ჩამივარდა. ყველაფერი დიდი ხნით ადრე დაგეგმეთ. დანაშაულის დრო და ადგილიც ზედმიწევნით კარგად შეარჩიეთ. წამალნარევე ღვინის საშუალებით ნიკა ქორიძე დააძინეთ. ამავე დროს აგარაგზე დილარა მამედლი შემოიტყუეთ. ჯერ მძინარე ნიკა ქორიძეს გამოჭრით ყელი აუღელებლად. მოგვიანებით მამედლისაც გაუსწორდით. თან ყველაფერი ისე მოვაწყეთ, რომ მკვლელობა მაკომპრომიტირებელ გარემოებებში მომხდარიყო. მკვლელობის იარაღად არაბულისთვის მოპარული დანა გამოიყენეთ. გადაადგილების საშუალებად მისივე მოტოციკლეთი. ამ დროს მოწამლულ არაბულს საკუთარ ბინაში ეძინა. შემთხვევით მოწმეებსაც სასტიკად გაუსწორდით. როგორც ჩანს, სუკის ყოფილი ოფიცრები ფორმას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ესე იღბალის თქვენ სხვარეზე იყო. აგრაგზე დამონტაჟებული კამერების საშუალებით სიტუაციას სრულად აკონტროლებდით. მოგვიანებით გართულებების თავიდანაწილების მიზნით კამერების მართვის ცენტრიც გაანადგურეთ. შემდეგი თქვენი სამიზნე მაია ლობჟანიძე იყო. ქორიძის ბიზნესის ხელში ჩაგდების საქმეში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. ანდერძის მიხედვით ქონება ნიტა ქორიძესა და მაია ლობჟანიძის შორის ნაწილდებოდა. მაია შეხვედრა დაუთქვით. მის მანქანას აეტევნეთ. დაელოდეთ. და როცა ის არაბულს დაშორდა,
საკუთარი მანქანიდან გაიტაცეთ, მოკალით და დაწვით. თუმცა ქონების მიტაცება თქვენი ერთადერთი მოტივი არ ყოფილა. ეს შურისძიება იყო. ნიკა ქორიძემ თქვენს გარდაცვლილ მეუღლესთან დაიჭირა საქმე. და ამას არასოდეს აპატიებდით. მოჩვენებითაც შეურიგდით და მხოლოდ ხელსაყრელ სიტუაციას ელოდებოდით. დილარას მკვლელობა შურისძიება იყო. ჯერთი აზიზ მამედლიმ იცოდა თქვენი მეუღლისა და ნიკას ურთიერთობის შესახებ და არაფერი გითხრათ. და მეორეც ბიზნეს თანდათან ჩამოგაშორათ და მხოლოდ იურისტის სტატუსს დაგაჯერათ. აღიარებ თუ არა დანაშაულს? არა. იცნობთ ამ გოგოს? ეს ელიკო ტყეშელაშვილია. თქვენ მისი მოკვლად სცადეთ, მაგრამ გაგეკცათ. ალბათ იფიქრეთ, წყალი წაიღებდა და დაიხრჭებოდა. თუ იცით, რაზე საუბრობს ახლა? წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. როგორ მიხვდით? სუქში ყველაფერს ასწავლიდნენ. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი ძვლები მაია ლობჟანიძისაა. ბაზაზე ისევ არ აღიარებს დანაშაულს. სრული ყოფილ კგბ-შნიკს რამე აღიარებინ. მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, აღიარებს თუ არა. მამედლის იარაში აღმოჩენილი თმის ნიმუში მისია. სასამართლოს საკმარისზე მეტი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ დამნაშავე აღიაროს. ეს რთული საქმე იყო. არ მეგონა ეს სწრაფად თუ გავხსნით. ცუდი აკაკი რომ არ არის აქ. მართლა, როდის ჩამოდის ხომ არ დაურეკავს? ეხლა ალბათ ბორანზეა და ესტონეთიდან ფინეთში მიემგზავრება. ფინეთში რა უნდა? ისე. ჰელსინკის დათვალიერება გადაწყვიტა. Passenger ship from the board of the captain that